განსაკუთრებით პოპულარულია საუბარი დემოკრატიის ეკონომიკურ წინაპირობებზე. იგულისხმება როგორც საკუთრივ ეკონომიკა, ისე ის თუ ეკონომიკა რას უშუება, ვთქვათ, სოციალურ წყობას საზოგადოების, ამიტომ საუბრობთ ერთდროულად სოციალურ ეკონომიკურ წინაპირობებზე. პირველ რიგში ეს არის თავისთავად საბაზრო ეკონომიკა, ცხადია არსებობს. ხშირად ვიმეორებ ამას, მაგრამ ალბათ სასარგებლოა გამეორება, რომ ეს წინაპირობა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, მაგრამ ის არის სულაც არ იყოს დემოკრატიული, მაგრამ პირიქითაც შეიძლება, ანუ იქ სადაც არ არის საბაზრო ეკონომიკა და არ არის საკმარისად განვითარებული საბაზრო ეკონომიკა, იქ ვერ იქნება დემოკრატია. რატომ არის ეს კიდევ, ასე ვთქვათ, რატომ არის ეს ასე, რატომ არის აუცილებელი საბაზრო ეკონომიკა დემოკრატიისთვის? ეს კიდე ცალკე საკითხია. აქ ერთის მხრივ ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ საბაზრო ეკონომიკა უზრუნველყოფს იმას, ან ერთადერთი შანსია იმის უზრუნველყოფისა, რომ ეკონომიკა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსაგან. ესე იგი, ის არის ბაზისი, საფუძველი იმისა, რომ მთლიანად საზოგადოება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსაგან და ეს არის აუცილებელი დემოკრატიისთვის. გარდა ამისა, საბაზრო ეკონომიკა, ასე ვთქვათ, ზრდის, ხელს უწყობს პიროვნების დამოუკიდებლობის და ავტონომიის განვითარებას, რაც ასევე აუცილებელია თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად ამაზე კამათი სერიოზულად შეუძლებელია. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გარეშე დემოკრატია ვერ იარსებებს, თუმცა როგორც ვთქვი, პირიქით არანაირი გარანტია არ არსებობს. მეორე მხრივ, რაც შეეხება საზოგადოების სტრუქტურას, დემოკრატია როგორც წესი არის ეკონომიკურად მოდერნიზებულ საზოგადოებაში იმ თვალსაზრისით, რომ ეს არ არის ვთქვათ აგრარული საზოგადოება, ეს არის ინდუსტრიული საზოგადოება და შესაბამისად ურბანული საზოგადოება, ანუ სადაც არის განვითარებული ქალაქები და სადაც ადამიანის უმრავლესობა ცხოვრობს ქალაქებში. აქ შეიძლება იცოდეთ, როგორც ბრავოს სხვა შემთხვევაში შეგვედავა, რომ ვთქვათ ამერიკა, როდესაც გახდა დემოკრატიული, ის ერთ კიდევ არ იყო ფლატ ინდუსტრიული საზოგადოება არ იყო, მაშინაც ადამიანების უმრავლესობა ფერმერი იყო, მაგრამ თქვა დამოუკიდებელი ფერმერი იყო, იქ შეიძლება რაღაც სხვა ფაქტორებმა გადასწონა. ასეა თუ ისეა, ეს ფაქტია, რომ მაინც დემოკრატია ისტორიულადაც უფრო ქალაქური ფენომენია და ქალაქში თქვათ პიროვნება უფრო თავისუფალია, ადამიანები უფრო ადვილად თავისუფლდებიან რაღაც ოჯახის, კლანის ბატონობისაგან და ასე შემდეგ. ასე რომ ისე ვიმეორებ, რატომ ეს კიდევ შემდეგი დონის საკითხია, მაგრამ თავისთავად გარკვეული კორელაცია ნამდვილად არსებობს. ანუ ინდუსტრიული და ურბანიზებული საზოგადოება გაცილებით მეტი ალბათობით შეიძლება გახდეს დემოკრატიული, თუმცა რა თქმა უნდა სავსებით ურბანიზებული ავტორიტარული ან ტოტალიტარული საზოგადოებები შეიძლება არსებობდეს. თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას და ინდუსტრიალიზაციას აქვს ის შედეგებიც, რომ იზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა და ამასაც თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს. კერძოდ ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ ყალიბდება სტაბილური საშუალო კლასი და ხშირად ეს მიაჩნიათ რაღაც საკვანძო ცვლადად, საკვანძო დამოუკიდებელ ცვლადად დემოკრატიის განვითარებისთვის, ანუ დემოკრატიაში, ვთქვათ, დემოკრატიის მთავარი მოქმედი პირი, ის სოციალური აგენტი, სოციალური მოქმედი პირი, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დემოკრატია და ვინც ყველაზე უფრო ადვილად ითვისებს დემოკრატიის ღირებულებებს, ეს არის საშუალო კლასი და შესაბამისად იქ სადაც არ არის ასეთი სტაბილური საშუალო კლასი, რომელსაც, ვთქვათ, ამ წუთში არ შეა და მხოლოდ იმაზე და შეუძლია ყოველ წუთში არ იფიქროს იმაზე, ხვალ როგორ იშოვოს პურის ფული, აი ასეთი კლასი არის აუცილებელი იმისათვის, რომ დემოკრატიული ღირებულებები და დემოკრატიული წესები
გამყარდეს. ანუ ადამიანები, რომლებიც თუ საზოგადოებაში უმრავლესობა არის ღატაკი და შიმშილის ზღვარზე არსებული, მაშინ მისთვის ძალიან ძნელია, რომ რაღაც პრიორიტეტი მიანიჭოს დემოკრატიული ღირებულებების და დემოკრატიული წესების განვითარებას. ან ასეთი ღატაკი ადამიანები შეიძლება ადვილად გაყვნენ ვიღაც დემაგოგს მათყუარას, რომელიც ეთქვის, რომ აი რაღაც ცოტა ფულს დაგირიგებთ და თქვენი ცხოვრება გაუმჯობესდება. ამიტომ აი მისათვის რომ ასეთი მყარი და სერიოზული ასე ვთქვათ დემოკრატიული ინსტიტუტები იყოს, ამიტომ ითვლება რომ ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო კლასის არსებობა. რაც თავის მხრივ შეიძლება გაიზომოს რაღაც რაოდენობრივი ინდიკატორებით. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის განათლების საყოველთაო გავრცელება, ფართო გავრცელება იმ საზოგადოებაში, სადაც წერა-კითხვა არიციან, მასობრივად არიციან წერა-კითხვა და ეს მარტო წერა-კითხვის ცოდნაზე არ არის, რა თქმა უნდა, ადამიანები არ არიან ინფორმირებული, იქ სადაც განათლება არ არის, ხოლო სადაც ადამიანები ინფორმირებული არ არიან, ისინი განსაზღვრების თანახმად ინფორმირებულ არჩევანს ვერ გააკეთებენ სხვადასხვა პოლიტიკურ ვთქვათ ჯგუფს შორის და შესაბამისად ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ იყოს იქ დემოკრატიული პოლიტიკური წყობა. სხვაში ეს ლოგიკა უდევს საფუძვლად ამ თეორიას, თუმცა ეს არის უფრო ჰიპოთეზა, ემპირიული თეორია, იმის ემპირიული თეორიაა, რომ რაღაც კონკრეტული კორელაციებით უნდა აღმოჩნდეს, რომ უფრო განათლებული ქვეყნები ამავე დროს უფრო დემოკრატიულიც არიან. და მნიშვნელოვანია ასევე სოციალური დასახსრულობის მაღალი დონე, ანუ რამდენად რთული, ასე ვთქვათ, რთულია საზოგადოება იმ თვალსაზრისით, რომ იქ არსებობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ შეუძლია რაღაც თავისი ინტერესების არტიკულაცია და დაცვა, რომ ეს არის თავის მხრივ იმ სოციალური პლურალიზმის საფუძველი, რომელიც შემდეგ გამოიხატება პარტიულ პლურალიზმში და პოლიტიკურ პლურალიზმში. ამიტომ ამ პლურალისტურ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება პლურალისტური საზოგადოება, შინაგანად დასახსრული საზოგადოება. რაც ასევე სოციალური მოდერნიზაციის, სოციალური მოდერნულობის ერთ-ერთი ნიშანია. შემდეგი ჯგუფი წინაპირობებისა შეიძლება უფრო დავუკავშიროთ კულტურას, კულტურის ფენომენს, და უბრალოდ სოციალურ-კულტურული წინაპირობები, ეს ეხება იმას, თუ როგორი განწყობები, როგორი ღირებულებები, როგორი ქცევის წესები არის საზოგადოებაში. კერძოდ, საზოგადოება უნდა იყოს ისეთი, რომ აქ იყოს, თქვათ, მიღებული იყოს განსხვავებული აზრის მიმართ შემწყნარებლობა, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის დამახასიათებელი განწყობები და უნარჩვევები, რატო ეს მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის, ესეც გასაგებია, იმიტომ რომ დემოკრატია ნიშნავს პოლიტიკური პლურალიზმის პირობებში არსებობას, როდესაც შეიძლება ძალიან არ მოგწონს მოწინააღმდეგე პარტია, ძალიან არ მოგწონს მთავრობა, ძალიან არ მოგწონს ოპოზიცია, მაგრამ არ ცდილობ რაღაც ძალისმიერი მეთოდებით მას დაუპირისპირდე და აღიარებ იმას, რომ ისეთი ხალხს, ვინც არ მოგწონს, ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც არ მოგწონს, აქვთ სრული უფლება, არა მარტო აქვს იარსებონ, არამედ ხელისუფლებაშიც კი მოვიდეს. ამას სჭირდება შემწყნარებლობის განსაკუთრებით მაღალი დონე. ასევე თქვათ აუცილებელია ის, რასაც მოდერნიზაციის ის ნიშანი, რასაც მაქს ვებერმა უწოდა სამყაროს განჯადოება, ანუ ის ვითარება, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა ორიენტირებულია რაციონალურ აზროვნებაზე, რაციონალურ მიდგომაზე, როდესაც მას უნდა რეალობის ახსნა, ან მას უნდა რაღაც პრობლემის გადაწყვეტა, ის ამას ცდილობს, თქვათ, პრობლემის გააზრებით, რაღაც რაციონალური გათვლით იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა და არა რაღაც მაგიურ მეთოდებს არ ელის, არ თulis რომ მოვა ვიღაც ჯადოქარი და ყველა პრობლემას გადაწყვეტს უბრალოდ იმიტომ რომ ის ჯადოქარია, ასე რომ აი ასეთი
რაციონალიზაციის, რაციონალიზმის და რაციონალური აზროვნების გარკვეული კრიტიკული დონე უნდა იყოს მიღწეული საზოგადოებაში იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ უმეტნაკლებად რაციონალური არჩევანის გაკეთება, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. კიდევ სხვა, თქვათ, მიმართულება, კიდევ სხვა ნაწილი, თქვათ, კულტურული ფაქტორებისა ეხება იმას თუ როგორ აფასებენ ადამიანები სხვა ადამიანებს, რა პრინციპზე აფასებენ, რა პრინციპით აფასებენ ადამიანები სხვა ადამიანებს. Ну, აქ შეიძლება თქვათ, ვილაპარაკოთ ასკრიფციულ დამოკიდებულ ასკრიფციულ სტატუსებზე, ანუ რაც დამახასიათებელია უფრო ტრადიციული საზოგადოებისთვის, როდესაც ადამიანი ფასდება რაღაც ისეთით, რაც არ არის მასზე დამოკიდებული, მისი წარმოშობით, მისი რაღაც გვარიშვილობით, თუნდაც მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებით, სქესით და ასე შემდეგ. აი ასეთ მიდგომას ადამიანებისადმი, ადამიანის აღიარებისადმი და შეფასებისადმი უპირისპირდება მერიტოკრატიული მიდგომა, ანუ როდესაც ადამიანი ფასდება იმით თუ თვითონ აი ამ პიროვნებამ, ამ ინდივიდმა რას მიაღწია, რა შეუძლია, რა უნარჩვევები აქვს, რა ცოდნა აქვს, რა პიროვნული თვისებები აქვს. ეს არის ერთის მხრივ განსხვავება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება, რითაც ვასხვავებთ ერთმანეთისგან მოდერნულ საზოგადოებას და ტრადიციულ საზოგადოებას, მაგრამ ეს ამავე დროს არის დემოკრატიის წინაპირობაც, იმიტომ რომ იქ სადაც ადამიანები დაყოფილი არიან დაბადების მიხედვით რაღაც ჯგუფებად და მხოლოდ დაუშვათ ერთი ჯგუფი არის ისეთი, რომელიც წინასწარ აღიარებულია, რომ მას შეუძლია მართვა და რაღაც სხვა ჯგუფებს შეუძლია მხოლოდ მსახურება. Ну, ცხადია, ასეთ საზოგადოებაში, ასეთ გარემოში ძალიან ძნელია რომ იმუშაოს დემოკრატია, იმიტომ რომ დემოკრატია ემყარება გარკვეულ თანასწორობის ღირებულებებას. ანუ ის რომ ადამიანები კანონის წინაშე თანასწორნი არიან და ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მათ შორის მმართველობაში მონაწილეობა. Ну, თავის მხრივ მე შემდეგი რიგის ასე ვთქვათ ინტელექტუალური ამოცანაა, რომ ეს განწყობები და ეს ჩვევები, რა თქმა უნდა, შეიძლება თვითონ ამ სოციალური კულტურული წინაპირობების საუბარი გავაგრძელოთ კიდევ რაღაც სხვა მახასიათებლებით, ამ შემთხვევაში მხოლოდ მაგალითები მომყავს, თუმცა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითები, რატომ არის ამა თუ იმ საზოგადოებაში ეს დემოკრატიისთვის სასარგებლო განწყობები უფრო ძლიერი, ეს შეიძლება თავის მხრივ დაუკავშიროთ სხვა ფაქტორებს, შეიძლება ეს თავის მხრივ ახსნათ, თქვათ, ეკონომიკური ფაქტორებით, ზოგიერთი ავტორი ამის მომხრე იქნება, მაგრამ შეიძლება სხვა ფაქტორებით ახსნათ, დაუშვათ რელიგიით, რომ რაღაც რელიგიური ტრადიციები აძლიერებს ისეთ განწყობებს და ისეთ კულტურულ ჩვევებს, რაც თავის მხრივ კარგია დემოკრატიისთვის, არსებობს სხვა რელიგიები, რომლებიც ისეთ ღირებულებებს და ჩვევებს ამკვიდრებს, რაც არ არის სასარგებლო და კარგი დემოკრატიისთვის. Ну, ამაზე ცალკე გვექნება კიდევ საუბარი, აქ თავარია ვახსენოთ უბრალოდ, რომ აი ასეთი ტიპის მსჯელობასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობთ დემოკრატიის წინაპირობებზე და სტრუქტურული პრინციპებით უდგებით დემოკრატიას. ახლა შეჯამების სახით თქვათ, რამდენად საკმარისია ეს სტრუქტურული მიდგომა. Ну, მას აქვს ჩვეულებრივ შეიძლება ითქვას, ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი სტრუქტურული მიდგომა და მოქმედი პირების მიდგომა უნდა შეუხამოთ ერთმანეთს, თუმცა რეალურად ლიტერატურაში სხვადასხვა ავტორები ან ერთს ანიჭებენ უპირატესობას, ან მეორეს, ზოგი უფრო მოსწონს ასე სტრუქტურული მიდგომა, ზოგი უფრო მეტად იყენებს საუბრობს დემოკრატიზაციის პროცესებზე, თქვათ, მოქმედი პირების მიდგომიდან გამომდინარე. ამ პირველ მიდგომას, სტრუქტურულ მიდგომას აქვს ის უპირატესობა, რომ მას აქვს პრეტენზია ყოველ შემთხვევაში, რომ ზოგადი მიზეზშედეგობრივი კავშირები დაადგინოს და აგვიხსნას, რატომ არის ერთი ქვეყანა დემოკრატიული და მეორე არა.
და სწორედ ამიტომ როგორც ვთქვი, სწორედ ამ თეორიას აქვს, ამ მიდგომას აქვს პრეტენზია იმისა, რომ აი ნამდვილად მეცნიერული თეორიის დაფუძნება შეუძლია, მაგრამ ნუ მას აქვს თავისი ნაკლოვანებებიც. ერთი ნაკლოვანება ის, რომ ის კი წინაპირობებს დაუშვათ ადგენს, მაგრამ არ ლაპარაკობს იმ პროცესებზე, რითაც ხდება რეჟიმის ტრანსფორმაცია, კი ბატონო, ვთქვათ, რომელიღაც ქვეყანაში მომწიფდა ეს წინაპირობები, განათლებულიც არის ხალხი, საშუალო კლასის დიდია, რაღაც შემწყარებლობის ღირებულებებიც გაძლიერდა, მაგრამ აი მაინც როგორ ხდება დემოკრატიის დამყარება, რაღაც ერთჩვენიერ დღეს ხელისუფლებას ხوار გადაუტრიალდება თავში რაღაც და ხوار იტყვის, რომ მოდი შევქმნათ დემოკრატია. ესე იგი რაღაც კიდევ სხვა ტიპის ძელობა არის აუცილებელი და აი ეს ანუ ჩვენ სტრუქტურული მიდგომა საშუალებას გვაძლევს ვილაპარაკოთ მხოლოდ დემოკრატიის შესაძლებლობაზე, მაგრამ არა დემოკრატიის რეალობაზე, იმისათვის რომ ვისაუბროთ როგორ ხდება რეალიზაცია აი ამ გადასვლისა, ეს ტრანსფორმაცია რეალურად რანაირად ხდება, აი ამას ვერ გავაკეთებთ უბრალოდ თუ მოქმედ პირებზე, ელიტებზე, ჯგუფებზე, ადამიანებზე მე ყურადღებას არ გავამახვილებთ და ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მორალური პრობლემა, რომელიც აქვს წინაპირობების თეორიას, შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცამ თქვათ, რომ ეს ამაზე საუბარი რაღაც მეცნიერებიდან გასვლაა, მაგრამ ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ დემოკრატიაზე და დემოკრატიზაციაზე საუბარი რეალურად ვერ ხერხდება სრული, ასე ვთქვათ, ღირებულებითი ნეიტრალურობის ფარგლებში. ადამიანი, ვინც დემოკრატიაზე საუბრობს, თუნდაც ძალიან ზოგად თეორიულ რაღაცებს ამბობს ამ დემოკრატიაზე, ბუნებრივია მისი სიტყვები, მისი შეხედულებები ყოველთვის აღიქმება, განისჯება იმის მიხედვითაც, თუ ვის მხარეზეა ის, ასე ვთქვათ, მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლებში. და აი ამ წინაპირობების თეორიას აქვს ეს პირველად მორალური პრობლემა, თვითონ ის ხალხი, ვინც ამ წინაპირობებზე ლაპარაკობს, ჩვეულებრივ ცხოვრობს დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიას მოსწონთ მათ, მაგრამ მათ თეორიიდან გამომდინარე ისე გამოდის, რომ რაღაც ქვეყნებში, რომლებიც ღარიბები არიან, ან თქვათ ისლამურები არიან, ან რაღაცის გამო, რაღაც სტრუქტურული ფაქტორების გამო დემოკრატია არ გამოდის, არ გამოვა. ასე რომ პრაქტიკული ერთგვარი დასკვნა გამომდინარეობს ამ თეორიიდან, რომ რაღაც ქვეყნებში დემოკრატიზაციას არც უნდა ეცადო, იმიტომ რომ ეს არის უპერსპექტივო და შეიძლება მაგნეც კი იყოს, იმიტომ რომ არსებულ მეტნაკლებად სტაბილურ რეჟიმს ერჩი და შეიძლება კიდევ უფრო უარესი პოპულისტური დიქტატურის დამყარებას შეუწყო ხელი. ამიტომ აი ამ წინაპირობების თეორიის მომხრეებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი იცავენ დიქტატორებს, იცავენ ავტორიტარულ წყობას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამართლებენ მას, ისეთ არგუმენტებს აყალიბებენ, რაც შეიძლება შემდეგ აი ამ დიქტატორებმა გამოიყენონ, ანუ თქვან რომ აი ამა თუ იმ მეცნიერის მიხედვით, აი ჩემი ქვეყანა ობიექტურად ჯერ არ არის მზად დემოკრატიზაციისთვის და ამიტომ თქვათ ვიღაც დემოკრატიის აქტივისტები, დისიდენტები და ადამიანის უფლების დამცველები, ესენი უბრალოდ უმწიფარი და შეიძლება სახიფათო ადამიანებიც არიან. ეს პრობლემა რა თქმა უნდა არსებობს, მე ვერ ვიტყვი რომ აქვს გადაწყვეტა ამ პრობლემის, მაგრამ რა თქმა უნდა მეორე მხრივ მეცნიერული არგუმენტი არის მეცნიერული არგუმენტი, თუ აღმოჩნდა რომ ღარიბ ქვეყნებში, ძალიან ღარიბ ქვეყნებში დემოკრატია არ არის ხოლმე, მაინც ვერ ავიცილებ თავიდან იმის თქმას, რომ ღარიბ ქვეყანაში რომ ეს კანონზომიერება არსებობს, ეს კორელაცია არსებობს და ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. თუმცა ვერ დავხუჭავთ თვალს იმ მორალურ პრობლემაზეც, რომელიც ამის თქმიდან გამომდინარეობს.